დიახ. შემოდგომამ თავისი გავლენა მოახდინა ვირუსულ პეიზაჟებს. თუ ჩვენ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე ჰქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კორონავირუსის ხვედრითი წილი 70% შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსათვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ეხლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი, წამყვანი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიც არის პარაგრიპის ვირუსი, მეტაპნევმოვირუსი, კორონავირუსი. შესაბამისად, ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს. ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა, გაციების კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარეობს, ეს არის ტემპერატურა, ოღონდ დაბალი ციფრები, ხელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცხვირცემინება, ცხვირიდან გამონადენი. ამ ვირუსებს არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, არ ახასიათებს ძლიერი საერთო სისუსტე, თუმცა ზოგადად ეხლა სექტემბრის ბოლო მონაცემების მიხედვით ის ინფორმაცია, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით შედარებით მომატებულია და ესეც უნდა იყოს აგვისტოსთან შედარებით, რა თქმა უნდა, მობილობა გაიზარდა, უფრო მეტი ბავშვი დაბრუნდა ბაღებში და სკოლებში, ასევე ეს აბსოლუტურად ახსნადი დინამიკაა და ჩვენ ველოდებით, რომ ეს შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ, იანვარ, თებერვლის თვეში. სწორედ ეს სამი თვე გამოირჩევა საქართველოში სტატისტიკის მიხედვით, როგორც ყველაზე აქტიური პერიოდი და რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მთავარი აქცენტი ეს არის გრიპის ვირუსი. გრიპის ვირუსი წარმოადგენს სწორედ იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკის ჯგუფებისთვის. ისევ და ისევ სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ნოემბერში ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები, ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა. და შემდეგ უკვე ალბათ ყოველკვირეული მატება, ისე როგორც მრავალწლიანი სტატისტიკა გვაძლევს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა გრიპის სეზონისთვის მზადება. მზადებაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გულისხმობთ ვაქცინაციის პროცესს, რომელიც საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება. ვაქცინა უკვე შემოდანილია ქვეყანაში, ეს არის 4 კომპონენტიანი ევროპული წარმოების ვაქცინა და განსაკუთრებით ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფებს. ეს არის ადამიანების ის კატეგორია, სადაც გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმე მიმდინარეობა უფრო მეტად არის მოსალოდნელი გართულებები, საავადმყოფოში მოხვედრა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ოქტომბრიდან დავიწყოთ ამ ადამიანების დამატებით ინფორმირება და რისკის ჯგუფებს შევახსენოთ, რომ საქართველოში წელს ისე როგორც წინა წლებში შემოტანილია 200,000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უფასო იქნება პირველ რიგში რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისთვის და შემდეგ უკვე იმ ადამიანებისთვის, რომელსაც აქვთ სურვილი თავი დაიცვან გრიპის ვირუსისაგან. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი სწორედ ოქტომბრის მეორე ნახევარი, ნოემბრის დასაწყისი, ამიტომ დროულად შემოვიდა ქვეყანაში ეს ვაქცინა, ისევ და ისევ გამიმეორებ ეს 4 კომპონენტიანი ვაქცინა. მინდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არჩევანის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, რეკომენდებულია როგორც 3 კომპონენტიანი, ძირითადად 3 კომპონენტიანი, ის 4 კომპონენტიანი, მაგრამ საქართველოს წელს ისე როგორც ჩარშან თავისი არჩევანი გააკეთა 4 კომპონენტიანი ვაქცინის სასარგებლოდ, რაც სრულიად გამართლებულია. განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ ჩარშანდელ სურათს, როდესაც B ტიპის ვირუსი იყო ძალიან ბევრი ქვეყანაში, აი ამ 4 კომპონენტიან ვაქცინაში 2 A ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტია, 2 B ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი, რაც უზრუნველყოფს სავარაუდოდ მოცირკულელი გრიპის ვირუსების მაქსიმალურ გადაფარებას. დიახ. და პირველ რიგში უნდა იწყება და როგორც ვიცით, გარკვეულ პერიოდის შემდეგ უფასო. დიახ. ესეც რომ განვიმარტოთ და ასევე მინდა ვთქვათ, აი ბევრი ადამიანთან მომისმენთ ამ პირადად და სოციალურ ქსელშიც შეწავლეთ, აი სანამომდებით ამ თემაზე ვიტყუდი, რომ ვაქცინაცია აქტივირებსო, იმუნიტეტსო და ხოლმე ეს რაღაც ახალია. ხო, აი მართლა ვიტყოდი, ცოტა წინ ასეთ
13 წუთში. მინდა გთხოვოთ, რომ აი განვიმარტოთ ყველა. კი ბატონო, პირველ რიგში რისკი ჯგუფები. რისკი ჯგუფების ჩამონათვალი არ იცვლება წლიდან წლამდე, ეს არის რისკი ჯგუფები, რომელსაც გვაწოდებს როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ისე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ისე ჯანდაცვის სამინისტრო, ამიტომ ამ რისკი ჯგუფებისთვის ალბათ უკვე დიდი ხანია ცნობილი, რომ გრიპი მათთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსს. გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში რისკი ჯგუფებს მიეკუთვნება პირველ რიგში 5 წლამდე ასაკის ბავშვები. თუმცა აქ გამოვყოფთ ცალკე 2 წლამდე პერიოდს, ვინაიდან 2 წლამდე ასაკში გრიპი მიმდინარეობს ყველაზე უფრო მეტი გართულებით. აქვე დავამატებ, ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვის ასაკის ზემოთ. ანუ 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური საშუალება პრევენციისთვის. რისკი ჯგუფებში შედიან ასევე ორსულები, რისკი ჯგუფებში შედის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა და რისკი ჯგუფებში შედის ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ასევე რისკი ჯგუფებს მიეკუთვნება სამედიცინო პერსონალი, ვინაიდან მათ ყველაზე მეტი რისკი აქვთ ინფიცირებისა და მათი დაცვა არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა აი ამ გრიპის სეზონის წინ. რაც შეეხება იმუნიტეტს, პირიქით გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთი არა, ერთადერთი მთავარი მიზანია გაზარდოს ანტისხეულების რაოდენობა, ანუ გაზარდოს იმუნიტეტი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ. თქვენ როცა იკეთებთ გრიპის ვირუსის ვაქცინას, თქვენ ზრდით თქვენი ორგანიზმის იმუნურ დაცვას კონკრეტულად 4 სხვადასხვა ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ. ასე რომ განააქვეითებს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აძლიერებს იმუნიტეტს და ეს არის სწორედ ხელოვნურად გაძლიერება იმუნიტეტის, ვინაიდან ყოველთვის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით ხას უსვამ რისკი ჯგუფებისთვის არ გახლავთ მარტივი და სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა როგორმე დავიცვათ მოსახლეობის ისფენა, სადაც გრიპმა შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. სავარაუდოდ ამ პოსტის ავტორი გულისხმობდა პირველ 2 კვირას საცდიდან. პირველ 2 კვირაში რომ ეს ალბათ უფრო სწორი კითხვა და სწორი აქცენტია, ჩვენ ამაზე აუცილებლად დამატებით ვაკეთებთ ხოლმე კომენტარს. გრიპის ვაქცინა მოქმედებას იწყებს შეყვანიდან 2 კვირის შემდეგ. ამიტომ როდესაც ვამბობთ, რომ ოქტომბერია იდეალური პერიოდი, თუ თქვენ ოქტომბერში გაიკეთებთ ვაქცინას 2 კვირის შემდეგ, ანუ ნოემბრის დასაწყისისთვის, ანუ მაშინ როდესაც ჩვენ ველოდებით გრიპის ვირუსს, არის თქვენი ორგანიზმი მზად გრიპის ვირუსთან შესახვედრად. ოღონდ იმუნიტეტის დაქვეითების დადასტურებული ფაქტი, რომ გრიპის ვაქცინის შემდეგ იმუნიტეტი ქვეითება, ნამდვილად არ არის. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ თუ თქვენ გინდათ, რომ გაიკეთოთ ვაქცინა და თავი იგრძნოთ დაცული, ეს 2 კვირიანი პერიოდი მანამ სანამ თქვენი იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდება კონკრეტულად გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, უმჯობესია მოერიდოთ ნიღბის გარეშე სიარულს, მოერიდოთ დახურულ სივრცეში დიდი რაოდენობით ადამიანთან ერთად ყოფნას და ასე შემდეგ. აშან აბსოლუტურად ისეთი ლოგიკური და რაციონალური წინადადებებია, ამის უკან არაფერი არ დგას. არა იმიტომ, რომ ჩვენ გრიპის ვაქცინას გავიკეთეთ და მეორე დღიდან და მესამე დღიდან იმუნიტეტი ქვეითება. უბრალოდ არ არის ჩვენი ორგანიზმი მზად გრიპის ვირუსთან შესახვედრად ჯერ და ამიტომ უმჯობესია ჩვენ 2 კვირა მაქსიმალურად ავირიდოთ თავი კონტაქტი გრიპის ვირუსთან. თუ არის ვადები ცნობილი როდის შემოვა? ვაქცინა უკვე შემოსულია, რის შესახებ განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, რაც შეეხება როდის დაიწყება ვაქცინაციის პროცესი, უახლოეს დღეებში დაიწყება, არაფერი არ გვიანდება, ვინაიდან ხას უსვამ ჩვენ ნოემბერში ველოდებით გრიპის ვირუსს და ჯერ ოქტომბრის პირველი ნახევარი, ასე რომ ალბათ უახლოესი დღეები იქნება ამისათვის იდეალური პერიოდი, რომ განსაკუთრებით რისკი ჯგუფებმა ჩაიტარონ ვაქცინაცია. პირველ რიგში ვაქცინაციას ჩაიტარებენ რისკი ჯგუფები, მათთვის ეს რა თქმა უნდა უფასოა. მეორე რიგში ვაქცინაცია შეუძლია ნებისმიერ სურვილს, რომელსაც აქვს სურვილი თავი დაიცვას გრიპის ვირუსისაგან. 200,000 დოზა, როგორც წინა წლებში შემოტანილია, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სავსებით საკმარისია ჩვენი ქვეყნისთვის, ასე რომ კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უნდა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ ზამთრის პერიოდში აუცილებლად მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტებს და არ გაუშვათ ხელიდან ეს მართლაც ერთადერთი შესაძლებლობა თავი დავიცვათ გრიპის ვირუსისაგან. დანამატებითი რჩევები, რაც ყოველთვის ამ სეზონზე შეიძლება იყოს ალბათ საინტერესო და საჭირო, ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით და გვახსოვდა პანდემიის პირველ და მეორე წელს. ეს არის ნიღბის დარება, ეს არის დისტანციის დაცვა. გრიპის ვირუსის შემთხვევაში ეს 1 მეტრიდან 2 მეტრამდე დისტანცია, ხელების ჰიგიენა, საცხოვრებელი საოფისე სასწავლო
ფართის ხშირად განიობა, სველი წესით დაალაგება, მაგიდების და ასე შემდეგ იმ გარემოსი, რომელიც თქვენს გარშემოა, ეს არის ის, რაც შეიძლება ვაქცინასთან კომბინაციაში განვიხილოთ როგორც იდეალური შესაძლებლობა გრიპით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.